ჩვენი შემდეგი თემა, რომელიც ცხიმით მოვამზადოთ საჭმელი. ბევრ სტატიას გავეცანი, ბევრ მცოდნესაც მოусმინე, საბოლოოდ ChatGPT-ს ვესაუბრე და მარტივიანით მინდა გადმოგცეთ, რა შეჯამება გავაკეთე. ვისაუბროთ იმ ცხიმებზე, რომლებიც ყველაზე მასიურად გამოიყენება ქართულ რეალობაში. არსებობს ნაჯერი, უჯერი და ტრანს ცხიმები. ტრანს ცხიმებია მაგალითად მარგარინი და აქვე გეტყვით ჯოჯოხეთი. ტრანს ცხიმებს არ უნდა გავეკაროთ. ტრანს ცხიმები მიიღება ზეთის ძალიან მაღალ ტემპერატურაზე გაცხელებით და ჰიდროგენიზაციით. რთული ტერმინები და თავსატეხები რომ ამოვიღოთ, ზეთისგან ღებულობენ მარგარინს, რომელიც უფრო იაფია, უფრო ხანგრძლივი მოქმედების ვადა აქვს, არის მყარი ფორმით და საწამლავია. ტრანს ცხიმები გვხვდება ყველანაირ ფასტფუდში, საცხობებში და მაღაზიებში, ფაქტიურად ყველაფერში, რაც დაფასებული სახით იყიდება. რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არსებობს. თუ იცით საცხობი, რომელიც კარაქით და ზეითუნის ზეთით მუშაობს, სიძვირის გამო უკან არ დაიხიოთ. ეხლა გავაგრძელოთ და გადავიდეთ ნაჯერ და უჯერ ცხიმებზე. ნაჯერი ცხიმებია მაგალითად კარაქი, ქოქოსის ზეთი, პალმის ზეთი, ცხოველის ცხიმი. ნაჯერი ცხიმები მყარი ფორმით არის წარმოდგენილი. მოდით მე კარაქზე ვისაუბრებ, ვინაიდან ქოქოსის და პალმის ზეთს ნაკლებად ვიყენებთ ჩვენს ყოველდღიურობაში. კარაქი ჩემთვის დელიკატესია, ძალიან მიყვარს და მიმაჩნია, რომ განსაკუთრებულ გემოს აძლევს კერძებს თუ საკონდიტრო ნაწარმს. თუმცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია არ გვირჩევს კარაქის დიდი რაოდენობით მიღებას, ვინაიდან ორგანიზმში წევს ქოლესტერინის დონეს და იწვევს გულსის ზარხვა და დაავადებებს. ამიტომ დიდი რაოდენობით კარაქის მიღება არ შეიძლება. ის კი არა თუ მაქსიმალურად შეამცირებთ უმჯობესია. მაგრამ ვფიქრობ, ცხობისას პურზე წასასვლელად მცირე რაოდენობით საშიში არ უნდა იყოს. ზომიერება ყველგან და ყველაფერში. რაც შეეხება უჯერ ცხიმებს, ესენია ზეთები თხევადი ფორმით. დავყოთ მონოუჯერ და პოლიუჯერ ცხიმებად. მონოუჯერი ნიშნავს ერთ ბმას, ხოლო პოლიუჯერი ნიშნავს ერთზე მეტ ბმას ზეთის ქიმიურ ფორმულაში. ეხლა უფრო მარტივად რომ აღიქვათ, იქ სადაც მეტი ბმაა, გაცხელების შემდეგ ეს ცხიმები არაა მთლად კარგი ჯანმრთელობისთვის. პოლიუჯერი, ანუ მრავალბმიანი ცხიმებია, ზესუმზირის, სიმინდის, სოიოს ზეთები და სხვა. გაცხელების შემდეგ ირღვევა მათი ქიმიური ფორმულა და ხდება არასასარგებლო ორგანიზმისთვის. ზესუმზირის და სიმინდის ზეთები უმჯობესია მივიღოთ ცივ მდგომარეობაში, სალათებზე მოსასხმელად. ამ ფორმით სასარგებლოც კი არის. მაგრამ ისეთი საშინელება, როგორც ტრანს ცხიმებია, მაინც არ არის. მაგრამ ძალიან საშიში ხდება მაშინ, როდესაც მრავალჯერ გამოვიყენებთ ერთ და იგივე ზეთს, ამ პროდუქტის ქერქს მივიყვანთ გაშავებამდე, ანუ დავწოვთ. ხოლო მონოუჯერი, ანუ ერთბმიანი ცხიმებია, ავოკადოს, ზეითუნის, მიწისთხილის, ნუშის ზეთები. ავოკადოს და ზეითუნის ზეთები. საუკეთესოა საუკეთესოთა შორის. ისინი თავისუფლად უძლებენ მაღალ ტემპერატურას და მათი ქიმიური ფორმულა არ ირღვევა გაცხელების შემდეგ. გარდა ამისა, ინარჩუნებენ თავიანთ სასარგებლო თვისებებს, რაც ძალიან ბევრი აქვთ. ავოკადოს ზეთები ნაკლებად ხვდება ქართულ ბაზარზე, ხოლო ზეითუნის ზეთები არის ყველაზე სასარგებლო სადილების მოსამზადებლად. მაგრამ ზეითუნის ზეთებიც იყოფა სასარგებლო და უსარგებლო ზეთებად. ამაზე ცალკე ჩავწერ ვიდეოს. მანამდე კი იცოდეთ, რომ გამოიყენოთ მხოლოდ extra virgin olive oil, ანუ პირველადი ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთები. მაგრამ ის ხომ იცით, მხოლოდ სასარგებლო ცხიმების მიღება არაა საკმარისი ჯანსაღი ცხოვრებისთვის. კიდევ ბევრი პირობაა ამისთვის გასათვალისწინებელი.